მოგესალმებით ბატონო არჩილ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მე დღეს მინდა რომ აი ასეთ რეჟიმში წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. სასამართლოს ხდომები დახურულია, იქ მედიას არ უშვებენ, კამერებს არ უშვებენ, იქიდან ინფორმაცია გამოგაქვთ მხოლოდ თქვენ და ამასაც აკეთებს ოცნების რეჟიმი, რომ ადვოკატებს ერთმანეთის მიყოლებით აძევებს დარბაზიდან, რომ იქიდანაც ინფორმაცია არ გამოვიდეს, მაგრამ მე მინდა რომ ახლა ჩვენს მაყურებელს წავუკითხო ამ საქმიდან ზოგიერთი ამონარიდი. ეს არის გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელიც ნანა კაკაბაძემ და ამ სარჩელის სხვა ავტორებმა მისცეს გამოძიებას და როდესაც ჩვენ ვამბობ რომ ეს საქმე დგას არაფერზე, აი ახლა მაყურებელის დარწმუნდება, რომ არაფერი ნიშნავს ნამდვილად არაფერს. და მოდით დავიწყებ ბატონო არჩილ თქვენის ნებართვით და მინდა რომ ნანა კაკაბაძე მოკლედ ამ გამოკითხვის ოქმი დაახლოებით 300 გვერდი წავიკითხე და გამოკითხვის ოქმებში ძირითადად მეორდება ჩვენებებში, მეორდება ბრალდებები, რასაც ეს სარჩელის ავტორები ამბობენ, მაგრამ მე მინდა რომ აი ნანა კაკაბაძის შემთხვევაში წავიკითხო ფრაგმენტი. მოკლედ პროკურატურა ეკითხება ახლა ნანა კაკაბაძეს. შემოვიდა განცხადება საჩივარი, მათ შორის თქვენი ავტორობითო. განცხადების შინაარსი მოიცავს მითითებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამადამ თავით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, კერძოდ დანაშაულებზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. განცხადებაში თქვენ განმარტავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები სხვა ქვეყნების თუ მათი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აწარმოებენ ისეთ მოლაპარაკებებს, რომელიც პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვასთან და მისი დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებასთანო. და ნახლა ნანა კაკაბაძის პასუხი. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის და შიდა პოლიტიკაში ჩარევის აშკარა მაგალითებია. ის შეწყალებები, რომელიც მეხუთე პრეზიდენტმა განახორციელა, მელიას, რურუას, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა კრიმინალების მიმართ, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან მხარდამჭერები, ან მათი დამფინანსებლები. შეწყალებაზე დაუკვირდით ახლა. ევროპარლამენტარმა ქალბატონმა, რომლის გვარს ვერ ვიხსენებ, ნანა კაკაბაძე ამბობს, განაცხადა, რომ მასთან ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ამაზე არსებობს ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ზურაბიშვილს დავალებული ჰქონდა დეკემბრამდე მისი გათავისუფლება. ანუ ეს ნიშნავს, ნანა ამბობს, რომ ნათელი იყო, რომ მითითება მოდიოდა ქვეყნის გარედან ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც გარე აქტორები იყვნენ ჩარეულები, ვინაიდან გირაო მას გადაუხადა საერთაშორისო ფონდმა. და ამასაც დაუკვირდით. სახელს ვერ ვიხსენებ ამ ფონდისასო ნანა კაკაბაძე ამბობს. აი ასეთ თქვენ შეგიძლია წარმოიდგინოთ შინაარსიც, ფორმაც, სიტყვების მარაგიც, ლექსიკაც, აი ყველაფერი რაზე არის ეს საქმე აგებული და რადგან ახლა არჩილი ყავს ჩვენ ეთერში და ის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატია, უნდა წავიკითხო ხაზარაძის ნაწილიც. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენების აშკარა მაგალითია ის, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, გეგელია და სხვები ჩადიოდნენ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კონკრეტული ევროპარლამენტარების და კონგრესმენებისგან მოითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის შეექმნათ პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირობების დაწესებით. მაგალითად, აი რა აწუხებს ნანა კაკაბაძეს. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ეს არისო დანაშაულიო, კაკაბაძე ამბობს. მათგან ასევე ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ევროპა და ამერიკა შეერთებოდა უკრაინის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ასევე ვატო შაქარაშვილიც ამბობს იგივეს, რომ მამუკა ხაზარაძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, კერძოდ 2023 წელს ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია ერთად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ჰქონდა შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილების მიმღებ გავლენიან პირებთან, რომელთა ვინაობას არ ასახელებდა. მათთან გამართული საუბრების შინაარს არ ამბობს, არასაჯაროებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი საუბრები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბერკეტების შექმნის უზრუნველსაყოფად. მამუკა ხაზარაძის ამ ვიზიტიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პარლამენტში პარტია ლელომ შეიტანა 9 პუნქტიანი გეგმაო, რომელიც დააზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამოიწვევდა რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას. ბატონო არჩილ, აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, სად ჩანს დანაშაული?
მოგესალმებით ბატონო თამარ, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ ადვოკატები, რომ ეს პროცესი დაემსგავსა და გადაიქცა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად, ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დადგეს განუყენებელი განაჩენი. ამას მოწმობს ასევე ის ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ მოწმის სტატუსით პროცესზე და მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ სისხლისამართლის საქმეზე, არა მარტო ამ სისხლისამართლის საქმეზე, ნებისმიერ სხვა საქმეზე მოწმეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? მოწმის სტატუსი რა არის, რომ მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ იცის რაღაცა ფაქტი, ან უშუალოდ შეესწრო თვითონ ამ ფაქტს, უნდა გადმოსცეს, მიუთითოს, ან ამე მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გამოძიებას და სასამართლოს, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდება გადაწყვეტილების მიღებისათვის. ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს იყო კაკაბაძე, შაქარაშვილი, ასევე ნიკოლაიშვილი, ვინც მოვიდა პროცესზე, ყველა მათგანმა გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და ისინი ამბობდნენ ღიად, რომ ჩვენ ვართ ერთიანი. აი, აქ რაც უწერიათ, რომ ის იყო იქ წასული, ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, ამან ეს განცხადება გააკეთა, ლელო ჩამოვიდა და 9 პუნქტიანი, ეს საერთოდ მართლა საოცრება იყო. 9 პუნქტიანი გეგმა გვახსოვს ჩვენ, რომ ამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს დაცვის აქტი იყო, ხო? თავისუფლებით შეიქმნა ეს დოკუმენტი. და მტკიცებულება, რომ ეს საბოტაჟია ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სად არის აქ მტკიცებულება? რა ტიპის მტკიცებულება წარმოადგენს? სწორედ ამას მიუთითებდით, ამას ვეკითხებოდით მოწმეს, რომ მათ რო განაცხადეს, რომ ეს ადამიანები ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გრიგოლ გეგელია, ბატონი ბადრი ჯაფარიძე, ისინი რომ ჩამოვიდნენო საქართველოსში და იქაცო ამერიკაშიცო, ითხოვდნენო სანქციების დაწესებას და რომ ჩამოვიდნენ საქართველოსშიო, მათ მიიღეს დოკუმენტი, რომელიც მოახდენდა საქართველოში არეულობის შექმნას. როდესაც მიუთითე კონკრეტულ დოკუმენტზე, რა დოკუმენტი იყო, მათ ახსენეს იმ 9 პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც ძლიერმა საქართველომ შექმნა და უწოდა საქართველოს დაცვის აქტი და მინდა მაყურებლისთვის რომ ცხადი იყოს, ქალბატონ თამარ მაყურებელს უთხრა, რომ ეს 9 პუნქტიანი საქართველოს დაცვის აქტი შეეხებოდა საქართველოში არსებული ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს, იმიტომ რომ ჩვენ 20% ოკუპირებული გვაქვს რუსეთისგან, სწორედ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კონკრეტული ესე იგი აკრძალვების დაწესებას. ეს შეეხებოდა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავ მანქანებს, მაგალითად ეს შეეხებოდა რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს და ბიზნესები დაარეგისტრირეს. ეს იყო ერთგვარი დაცვის მექანიზმიც, მაყურებელს რომ შევახსენოთ, აი სანქციებისგან თავის არიდების კონტექსტში, როდესაც წამოვიდა ბრალდებები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ეს იყო კიდევ ერთი დოკუმენტი და საფუძველი იმის, რომ მათ შორის ქართულ ოცნებას თუ კი სურდა რომ ამ დაედასტურებინა რომ ამ სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით ბრალდებები იყო უსაფუძვლო, ეს პირიქით დამატებითი არგუმენტი იქნებოდა იმისთვის, რომ არა, მე სანქციების თავის არიდებას ხელს არ უწყობდა ის ადამიანები, ვინც აქ ბიზნესს იწყებენ, ხო? არ არიან სანქცირებულები და აქ შავი ხვრელი არ იპოვეს, ხო, საქართველოში. რა თქმა უნდა, სწორედ აი ეს იყო მიზანი, ანუ საუბარ პოლიტიკურ აქტზე, რომელიც გარკვეულ უგაზრავად შეღავათებს კი არა, ამ შემთხვევაში გარკვეულ ისე იგი შეზღუდვებს აწესებდა აი ამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელიც იყო რაღაც ქვეყნის ინტერესებისკენ სახიფათო, ხო? რომ ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს შეუძლია და აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და მით უფრო, როდესაც არის ოკუპანტის სახელმწიფო, მის მიმართ გარკვეული შეზღუდვები მიიღოს, როგორც ეს ძალიან ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო, ხო? ანუ აქ რაიმე დანაშაული და არასახელმწიფოებას, რა თქმა უნდა, ადგილი არ აქვს. როდესაც სასამართლო პროცესზე რამე დამატებითი წარმოადგენს თუ არა ბატონო არჩევი, არავით არის მტკიცებულება, მოვიდა ბატონი შაქარაშვილი, ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ეს ჩვენებები, რომელიც ახლა თქვენ წაიკითხეთ, ეს სწორედ ეს პოლიტიკური განცხადებები გაახმოვანეს პროცესზე და მიუთითებდნენ ამაზე და იძახდნენ ესენი, რომ ძლიერმა საქართველოს პოლიტიკოსებმა, რომლის ვალდებულებაც და უფლებაც აქვს, რომ რაც კონკრეტულ საკითხზე შეიმუშაოს გეგმა, მაგალითად დოკუმენტი შეიმუშაოს ის ამომრჩევლის მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც უჭერს იმ პოლიტიკურ მოძრაობას, ხომ ხართ? შექმნას რაიმე კონკრეტული დოკუმენტი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, აი ამ დოკუმენტს უწოდეს ანტისახელმწიფოებრივი და როდესაც მე ვკითხე, რომ კონკრეტულად თქვენი აი ეს პუნქტობრივად რაც წაუკითხე შაქარაშვილის რომელიც მოწმეთ ეკითხებოდა, ანუ ამას ამბობთ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი ქმედებები განახორცან ჩვენებაში ეწერა და თქვა, რომ ესე იგი მამუკა ხაზარაძემო სახელმწიფოებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განახორცელა და ესო ფაქტებით არის დადასტურებულიო და როდესაც ვკითხე, რომელი ფაქტზე საუბრობთ, შეგიძლიათ გითხრათ, მიგვითითე იმ დოკუმენტზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს დასვით
დაცვის აქტს. ამიტომ არის ქალბატონ თამარ ნებისმიერი დოკუმენტი წარმოდგენილი იყო და ეს დოკუმენტი არის სწორედ ეს, რომელიც შეეხებოდა საქართველოს დაცვის აქტს. რაც შეეხება ეს პოლიტიკურ ნაწილში რომ ვისაუბრებთ და სამართლებრივი არის აქ მნიშვნელოვანი რომ სამართლებრივად არანაირი ღირებულება ამ ადამიანების ნათქვამ სამართლებრივად არ გააჩნია. კი ბატონო, ამაზე მინდა აქცენტი. ეხლა ზუსტად ბატონო არჩილ პროკურატურისთვის ეს რატომ არის საფუძველი? დიახ. იმიტომ რომ ისინი კონკრეტულ რაიმე ქმედებას ვერ ასახელებენ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძემ ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება, რასაც ედება პროკურატურა. პროკურატურა ედავება საბოტაჟის განხორციელებას 318 მუხლის ფარგლებში, რაც მოიცავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქტიური ქმედებებით ახორციელებენ მოქალაქეებისკენ მოწოდებას, რომ პარლამენტის შენობის ფუნქციონირებისთვის შეეშალათ ხელი. აი კონკრეტულად ეს აქვს ბრალად წარდგენილი და როდესაც მე ვკითხე გაუმძებელს პირობითად, რომ ბატონი გაუმძებელი, ბატონი დავითი იყო მოსული აი იმ სანქციებთან დაკავშირებით და მე ვკითხე, რომ თუ კი ეს იყო სახელმწიფოს წინამორბედმიმართული ქმედებები, აი თქვენ როგორც გაუმძებელი თუ დაინტერესდით და მაგალითად მიმართეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ან ევროპის სხვადასხვა სტრუქტურულ ორგანოებს და კითხეთ, რომ დასაქცერებას მოითხოვდნენ თუ არა ეს პირები, რაიმე დოკუმენტი არსებობს თუ ასე შემო, თქვენ თუ მოიძიეთ, ან როგორ ხდება სანქციების დაკისრება მაგალითად, რაზეც კაკაბაძემ ვერ გამცა პასუხი და მე ვუთხარი, რომ მე რო ჩავიდე ხა კონკრეტული ადამიანი და მოვითხოვო კონკრეტული პირის დასაქცერება, ეს ხო არ ხდება? ეს ხდება სპეციალური იმ სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოების, აღმოსავლეთ ხელისუფლებასთან დიალოგი, თუ თავის შიდა სტრუქტურა არის და თვითონ ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას და აქცენტს კაკაბაძეს ევროპარლამენტარის გვარი არ ახსოვდა და იმ ორგანიზაციის მელიას ხო ამ ხელა სარჩელს რო წერ უნდა გაიხსენო, ჩაიწერო და ისე წახვიდე. თამარ მხოლოდ შემოიფარგლებიან პოლიტიკური განცხადებებით. და სწორედ ეს რომ კითხე ბატონ დავითსაც გაუმძებელსაც პროკურორმა შეაწყვეტინა, უბრალოდ კითხვას პასუხი არ გასცეთო და მე ვითხრა თვითონ პროკურატურამ, აი ნანა კაკაბაძემ, შაქარაშვილმა, ნიკოლეშვილმა განცხადება რო შეიტანეს, რომ ეს ადამიანები ამ შემთხვევაში მე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი პირებზე ვისაუბრებ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოითხოვდნენ სანქციებსო და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ახორციელებდნენ და ამაზე დაიწყეს გამოძიება და ამის საფუძველზე წარუდგინეს ბრალდება საბოტაჟის მიმართულებით. თვითონ პროკურორმა დაადასტურა და პროცესზე თქვა, რომ ჩვენ ამ ნაწილსო საერთოდ არ ვედავებითო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესო. ანუ თვითონ პროკურატურა და ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ აქ განცხადებაში რაც წერიაო და რაზეც არისო ჩვენება მიცემული ეს ადამიანებიო დადიოდნენ ამერიკაშიო და გაეროში ითხოვდნენ სხვადასხვა სანქციების დაწესებას, ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვედავებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესო. და აი ზუსტად ეს ჟესტებით ანიშნაო რაღაცა. ამ 46 ტომში, რომელიც არის თვითონ ქმნის იმიტაციას პროკურატურა, რომ ამ საქმეში არის რაღაცა მტკიცებულებებითა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დანაშაულ ქმედებას, სწორედ ადასტურებს იმას, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში და სწორედ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რაღაცა ადვოკატებს უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ნაწილში რა გვეხება, იმიტომ რომ იდენტიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენ და ჩვენ ვთქვათ, რომ ეს მტკიცებულება ეხება მამუკას და ბადრის, ეს ეხება ჩვენ გვეხება და ჩვენ მოვახდინოთ ის იდენტიფიკაცია და შემდეგ გამოკვლევა მოვითხოვოთ. დღემდე ქალბატონ თამარ ამ საქმეში ვერ მივხვდით და ვერ გავიგეთ, რომელი კონკრეტული მტკიცებულება გვეხება ჩვენ და სწორედ ეს იყო კითხვა, რომ ამ ნაწილში არ ვედავებითო, აუ ჩვენ ის გავიგეთ პროკურატურისგან, რომ რაზეც გამოძიება დაიწყო, იმაზე თუმცა საერთოდ არ ვედავებთ. ხო, ნუ აი არ ვიცი მას. ჩვენები ალბათ თქვენ დაუბრუნდებით და იმაზე ცალკე ვისაუბროთ, რომელიც საერთოდ კი, მაგას აუცილებლად დაუბრუნდები, უბრალოდ მინდა რომ ერთგვარად შევაჯამოთ აი ეს ჩვენებები, აი წამყვანი რიტორიკაში, რაც არის მათ რიტორიკაში, ეს არის ზუსტად ვიზიტები, საერთაშორისო ვიზიტები, მთელი ოპოზიციაა ჩამოთვლილი იმ კონტექსტში, რომ ევროსაბჭოს მიმართეს თურმე მათ ერთობლივად ყველა პოლიტიკოსი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ყველას გვარია ჩამოთვლილი და თითქოს მათი ბრალია, რომ ევროსაბჭომ მოუწოდა შემდეგ რომ არჩევნები ჩაატაროთ და ამას როგორ ბედავთო ხელახალი არჩევნების მოთხოვნასო და ნუ ეს USAID და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზე ვიცით რა დამოკიდებულებაც აქვს და ლევან ნიკოლაიშვილს იცით რა აწუხებს, რომ საჯარო გამოსვლებშიო ოპოზიციის საკვანძო სიტყვა იყო ჩამოშლაო. ისინი აკეთებდნენ მოწოდებებს სახელმწიფო ინსტიტუციების რღვევაზე, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის შერყევაზე, რომლის საბოლოო მიზანი იქნებოდა ხელისუფლების ჩამოშლა. აი ახლა როგორც იურისტს გეკითხებით, ხელისუფლების ჩამოშლა როგორ უნდა გამოიწვიოს, თუნდაც ყველაზე მწვავე განცხადება და აქ გიორგი ვაშაძის ციტატაც არის მოყვანილი, რომ ის მაგალითად წერს, რომ ბოლო ეტაპზე ვართო სისტემა უნდა ჩამოვშალოთ და გადავტეხოთ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ თვითმარქვია ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაშიო, აქციიდან ასეთი განცხადება გააკეთაო და ესო არისო დანაშაული. აი მაინტერესებს ახლა რეჟიმის ჩამოშლა
ამ კონტექსტში გაკეთებული განცხადება რა ტიპის დანაშაულს შეიცავს? დიახ, რა თქმა უნდა, ქალბატონ თამარ, არ შეიძლება სიტყვა ჩამოშლა მოიაზრებოდეს და გავიგოთ იმგვარად, რომ მოუწოდებს ვინმეს დამხობისკენ პირობითად, ვინმეს მოუწოდებს გადატრიალებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სისტემები, რომელიც როდესაც პოლიტიკოსი გამოდის და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ეს არის მისი პოლიტიკური საქმიანობა. ნებისმიერი პოლიტიკოსი გამოდის თავის აუდიტორიასთან და ის აკეთებს სხვადასხვა შეფასებებს, ხო? შეფასებაა თუნდაც ის, რომ ის მიიჩნევს, მაგალითად, ქალბატონი ნანა, რომ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი უნდა გაუქმდეს, ასე შაქარაშვილი, ნიკოლაიშვილი, ვინც იყო მოსული, ყველა იძახდა სასამართლო პროცესზე, რომ ეს მუხლი უნდა გაუქმდესო და ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში არის დაუშვებელი. ესე ფიქრობენ ეს ადამიანები, ხო? კი, ვიცით, ჩვენ მათი გაცხადებული პოლიტიკა ეს არის, გამოვიდე და თქვა, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, პირობითად ვინმე ასე ფიქრობ. ეს მათი პოლიტიკური შეხედულება და მე როგორ შემიძლია რამე მოსაზრება გამოვთვა, ხო? ასეა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკოსი ეს გამოდის და აკეთებს საჯარო განცხადებებს და თუნდაც თქვას, რომ ეს სისტემა მე ვფიქრობ, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, არის რუსული ხელისუფლება, უნდა ჩამოიშალოს ეს სისტემა, უნდა დამთავრდეს, ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება და აი ამ სიტყვებში არანაირი დანაშაულის ნიშნების შემცველობაც კი არ გვაქვს, მით უფრო საერთოდ დანაშაულის მცდელობაზე, მომზადებაზე და საერთოდ დანაშაულის არსებობაზე ვისაუბროთ. ამიტომ არის ეს პოლიტიკური პროცესი, ქალბატონ თამარ, რომ ეს სწორედ ამ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებოდა მთელი მათი ჩვენებები და მთლიანი სასამართლო პროცესი. კი ბატონო და ვიდრე მე მინდა რომ თან პარალელურად ქეთისთან დავრეკოთ, იქნებდა შემოგვიერთდეს ქეთი პირდაპირ ეთერში და მანამდე მინდა კითხოთ აი ბოლო სასამართლო პროცესი, სადაც აი ეს ნანა კაკაბაძე და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, ეს იყო ვინმე ჟურნალისტი, რომელიც არ ვიცი რით დასტურდება რომ არის ჟურნალისტი, ნინო ონიანი, რომელიც ამბობს რომ რაღაც კონკრეტული მასალა აქვს მას აუდიო ჩანაწერი. თუ იცნობთ ამ მასალას და რამდენად შეიძლება ეს გახდეს რაიმე მტკიცე მყარი არგუმენტი ბრალდების მხარისთვის. ქალბატონ ნინო მობრძანდა სასამართლო პროცესზე და მე მისცა ჩვენება, რომ მას დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი და მან გადასცა ფლეშკაზე არსებული ჩანაწერები, რომელიც შეეხებოდა კონკრეტული რაციების ჩანაწერებს. მან თქვა ასეთი რამე, რომ ამ რაციაში თითქოს და ისმის სიტყვები და ხმები, როგორ უკავშირდებიან ეს ადამიანები ერთმანეთს და ეუბნებიან მოლოტოვის კოქტეილები როგორ მოამზადოთ. მაგრამ ქალბატონ თამარ, აი ამ მტკიცებულებას მაშინ აქვს ღირებულება სამართლებრივად და მაშინ არის რელევანტური, როდესაც დასტურდება მისი წარმომავლობა, მისი უტყუარობა და მისი ავთენტურობა. რაც შეეხება თვითონ ჯერ პირველი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონ ნინოს როდესაც დაცვის მხარები ჩვენ მკითხეთ, რომ მისი კონკრეტული საქმიანობა რა იყო, იმიტომ რომ მან თქვა, რომ როგორ ჟურნალისტმა ისე გადმოიცა და მოიპოვა ეს რაღაც არსებული ჩანაწერი და პროცესზე განაცხადა, რომ მას საერთოდ თანხა არ ერიცხებოდა, ქონდა ხელფასი არ ერიცხებოდა, სტატიებს არ წერს, გადაცემები არ მიყავს, რეპორტაჟებს არ ამზადებს. ანუ ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა დაცვის მხარეზე და ადვოკატებში, რომ ის არ არის დაკავებული ჟურნალისტიკური საქმიანობით და მან უთქვა, რომ იმ ადამიანსო, ჩემი ამიტომ კი არ დამიკავშირდაო ჟურნალისტიკური საქმიანობა რომ განმეხორციელებინაო და მაგიტომ არ გადმოუწია ეს ფლეშკავი. იმიტომ რომ აქ რომ მომეტანაო? ამიტომ რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ექსკლუზიურ ჩანაწერს უშვებს, რომ ჟურნალისტს არ აქვს ვალდებულება დაასახელოს წყარო ვინ და ინფორმაცია მიეწოდა. ამიტომ ჩვენ წარმოგვეშვა დასაბუთებული, ასე ვთქვათ, ეჭვი, რომ ეს ადამიანი უბრალოდ აღმოჩნდა შუამავალი პროკურატურასა და იმ პირს შორის, რომ ეს მტკიცებულება რამენაირად პროკურატურას მიენჭებინა ლეგიტიმაცია მიენჭებინა ამისთვის, რომელიც ცალკე აღემოვიდა. იმიტომ რომ ხედავთ რა არის ეს ჩვენებები, ხედავთ რა იყო პოლიციელების ჩვენებები და იგივენაირი ზერელე განცხადებები და ეხლა კი ბატონო, ეხლა შემოიტანეს რაღაცა ბოლო კოზირია შესაძლოა ის ეგრეთ წოდებული ჩანაწერი, ხო? ამ რაციების ხმაში რაც მნიშვნელოვანია ქალბატონ თამარ, საერთოდ უცნობი არის სად არის ჩაწერილი, დაუშვათ კერძო შენობაში, კერძო ადგილზე მაგალითად ვინ ჩაწერა, ანუ საერთოდ უცნობია ვინ ჩაწერა ეს, ვისი ხმარი იდენტიფიკაცია ვერ ხდება, რომელ წელს, რომელ რიცხვში სად არის, როგორ არის და საერთოდ ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ საერთოდ ამ საქმესთან რა კავშირშია და როგორი არის მისი ავთენტურობა, ეს უცნობია და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროკურატურას აღნიშნულ ჩანაწერზე ანუ არც ექსპერტიზა დაუნიშნავს და ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ საერთოდ მის ავთენტურობას, მის იდენტიფიკაციას ვერ მოვახდით ვინ როგორ კი ბატონო, შეჯამების სახით ბატონო არჩილ თქვენ მინდა გთხოვოთ ახლა რითიც დავასრულეთ ქეთისთან საუბარი, რაღაც თითქოს აი ეს 3 საცეცხლე წერტილი, რომელიც გახსნა ბიძინა ივანიშვილმა ერთად იყრის თავს ახლა აი ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. რა მოცემულობას ვიღებთ აგვისტოს ბოლოს? აგვისტოს ბოლოს ველოდებით ჩვენ სასამართლოს მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა. მე მინდა ვთქვა, რომ წინასწარ როგორც ადვოკატი და იურისტი თავშევიკავებ წინასწარი განაწყვეტილება რა იქნება, მაგრამ აი ეს პროცესები, რომელიც დაწყებულია პოლიტიკური დევნა მამუკა ხაზარაძეს და ბადე ჯაფარაძეზე კომისიის გადაწყვეტილებაზე ვისაუბრეთ და პოლიტიკური ვაფასები, იმიტომ რომ არა როგორც პოლიტიკური განცხადებებს ეს ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ბრალი წაყენებული ჰქონდათ საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ უნდა შევასრულო კომისიის გადაწყვეტილება და მე მინდა გითხრათ, რომ საქმეში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი კომისიის გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება არ ქონდა მიღებული და კომისიის არარსებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ეს ადამიანები გაუშვეს ციხეში. ასევე ის მუხლი ითვალისწინებდა როგორც ჯარიმას, ასევე პატიმრობას, თუმცა იქნა გამოყენებული პატიმრობა. ამასთან უფრო მეცაც გეტყვით, რომ არა მარტო სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ასეთ ჩანაწერს, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს, მსგავსი მუხლი ზუსტად იქაც არის, რომელიც ამბობს, რომ კომისიაზე გამოუცხადებულობა რაღაც მცირე სანქციით ჯარიმდება, მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია და სასამართლომ ყველაზე კაცრი სასჯელი და სწორედ ეს მიუთითებს, რომ როგორც ის პოლიტიკური დევნაა დაწყებული და იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიღებული, დღეს პროცესზე განხილული ის მტკიცებულებები, რომელიც არის არარელევანტური, არ არის შემხებულობაში და ავთენტური არ არის, ამ მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნა და აი ამ პროცესს მართლმსაჯულების განხორციელებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ აქ ორი ფაქტობრივი გარემოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოშია, ჩვენ პოლიციის ჩვენებებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, რომელიც მარტო ჩვენთან ისიც არ არის შემხებულობაში ქალბატონო თამარ, მაგრამ რომელიც ჩვენზე საუბრობენ მოწმეები, იქაც ამბობენ მტკიცებით ფორმაში, ყველა პოლიციელი ამბობს, რომ ჩვენ არ მოგვისმენია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადე ჯაფარაძე ვინმეს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, მაგალითად ძალადობრივი ქმედების განხორციელებისკენ, თუმცა ჩვენ ჟესტიკულაციით წარმოგვეშვა მოსაზრება. ანუ მოწმე ამბობს, რომ ჩემი მოსაზრება არის ესო და თავისთავად აი ამ მოწმის ჩვენება თავისთავად ვერ იქნება გასაზიარებელი და არც უნდა გაიზიაროს სასამართლომ, რომელიც მოწმე ვარაუდებზე საუბრობს და რაც შეეხება ნიკოლეიშვილის, შაქარაშვილის და კაკაბაძის ჩვენებები, რომელიც თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური განცხადება და არა მარტო პოლიტიკური განცხადება, გარდა პოლიციელებისა განსხვავება რა არის ამ მოწმეებს შორის, მათ აქვთ კაკაბაძეს გულისხმობ შაქარაშვილის, ნიკოლეიშვილის და სხვაებს კიდევ, მათ აქვთ ინტერესი, პოლიტიკური ინტერესი და თვითონ პროცესზე განაცხადეს, რომ ჩვენ გვსურს, რომ ამ ადამიანების მიმართ დადგეს გაუნტყუნებელი განაჩენი და ასევე როგორც პოლიტიკური პარტიები იქნა საკრძალული. ამ ადამიანებს აქვს პოლიტიკური ინტერესი, ანუ მიკერძოებულია მოწმე, მას აქვს პირადი ინტერესი, პოლიტიკური ანგარიშწორების ინტერესი და ის ვერაფერ კონკრეტულს, რა თქმა უნდა, ვერ ასახელებს და მოწმეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და როგორ სრულდება ხოლმე ნანა კაკაბაძის პოლიტიკური ინტერესები ეს ამიტომ სამწუხაროა ქალბატონ თამარ, ეს პროცესი საერთოდ ბრალის წარდგენის საფუძველის არ არსებობდა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წინა სასამართლო ეტაპიც გაიარა, რამდენიმე სასამართლო ჩატარდა ცდომა და უკვე არსებითად თხილებდა, რა თქმა უნდა, უკვე ნიშნავს ის, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, იმიტომ რომ აი ამ მტკიცებულებები და ამ სტანდარტით ეს საქმე არც უნდა გაგრძელებულიყო. კი ბატონო, ნამდვილად ასეა, მე მართლა რამდენჯერმე გადავიკითხე, რომ რამე ხომ არ გამორჩა. არა მარტო მართლმსაჯულებლად მე უბრალოდ კი ბატონო, კი, რასაკვირველია, იმიტომ ამოვიღე მე ეს ნაწილები, თორემ სხვა პოლიტიკოსებზეც არის იქ და მაგალითად ზურაგირჩი ჯაფარიძეს უჩივიან, იმიტომ რომ Facebook-ზე დაუწერია რუსეთს რაღაცაო. ამიტომ დასრულებისას ქალბატონო უნდა ვთქვა ერთი რამ, რომ მოსამართლეს უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ უდანაშაულოდ ცნოს მამუკა ხაზარაძე და ბადე ჯაფარიძე. ეს არის ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება და ამის გამბედაობა მოსამართლეს უნდა გქონდეს. კი ბატონო. მე ვისურვებ გქონდეს. ნახოთ, ასეთი მოლოდინი სამწუხაროდ არ გვაქვს და უკვე ვიცით რაღაც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასავით არის. მადლობა არჩილ თქვენ სტუმრობისთვის.